გამაგზობს თემას ქალი მშვიდობის დესპანი. Ამ სახელწოდების დეკლარაციას მოაწერეს ხელი საქართველოში მოქმედი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა. თბილისში ტოლერანტობის სკვერში გამართულ ღონისძიებას თბილისის ვიცე-მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დაესწრნენ. ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით კონფესიები მხარს უჭერენ ქალთა უფლებების დაცვას და გმობენ ქალთა მიმართ ძალადობას. მოხდება კონსოლიდირება ყველა რელიგიური კონფესიისა, ქალის როლის, ქალის უფლებების შესახებ, ქალის ხედვები, როგორც სამოქალაქო ფასეულობიდან გამომდინარე, ასევე თითოეული რელიგიური კონფესიის თავისი დოგმატური პრინციპებიდან გამომდინარე. საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია რელიგიური კონფესიები და რელიგიური ორგანიზაციები, ასე რომ მათი ერთობლივი, მათი განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ერთიანი პოზიცია არის ძალიან არაუბრალოდ სიმბოლური, არამედ ძალიან საქმიანი და ძალიან შედეგზე ორიენტირებული. ყველა რელიგიის ყველა ეროვნების წარმომადგენელმა თავისი თავიდან სასიკეთო ნიშნები უნდა შეერჩიოს, რათა ერთმანეთს გაუზიაროთ და ჩვენს სახელმწიფოებრიობას კიდევ უფრო მტკიცე საფუძველი შეექმნათ.